თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა პოლიციელი, რომელიც საქმეში დაზარალებულადაა მიჩნეული. მოწმე პოლიციელმა გიორგი ზამბახიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცავების მისამართით სხვადასხვა ნივთს ისროდნენ და მან თვალის არეში დაზიანება მიიღო, თუმცა კონკრეტულად ვინ ესროლა არ დაუნახოს. დაცვის მხარის მტკიცებით მოწმე აღნიშნულ საქმესთან შემხებლობაში არ იყო და სასამართლოს საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიეწოდა. სახელმწიფო ბრალდების განმარტებით ამ ეპიზოდზე 40 პოლიციელია დაზარალებული. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩემი მისვლისას დაახლოებით 2 საათის განმავლობაში აქცია იყო 7. დაახლოებით 2 საათის შემდეგ აქცია მიიღო აგრესიული ფორმა. ჩვენს მიმართ იყო შეურაცხყოფელი სიტყვები და გვესვოდნენ სხვადასხვა ნივთებს, ბოთლებს, ქვებს, ნატეხებს, ხისას და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ასრულისას ქვა მომხვდა თვალის არეში. რის შედეგადაც მიიღე დაზიანება. წამომიდა სისხლდენა. როგორ მხარეს მიიღეთ დაზიანება ბატონო გიორგი? მარჯვენა თვალში. და რა მდგომარეობაშია ახლა ეს დაზიანება? დღეს თითქმის ვერ ხედავ ამ თვალთან. აი ამ ბიჭებში ხომ ვერ ხედავთ პიროვნებას, რომელმაც თქვა გესროლათ? არ დამინახავს ვინ ესროლა. ასეთი ადამიანები შეიძლება ჩვენ გავაზიანებო. ეხლა ვისმე პრობლემები აქვს. იმას რომ ჩვენ ეს ბავშვი არ არის. და რაღაცა შეიძლება მეც აღნიშნავ, რომ ძალიან ცუდი ფაქტია ჩემთვისაც, რომ ვიღაც დაზიანდა, საერთოდ არ მივესწამები ამას, უბრალოდ აქ შუაში ვარ ამ ადამიანთან, მართლა ვერ ხვდები. როგორც მოსალოდნელი იყო, პროკურატურამ დაიწყო იმ მოწმეების მოყვანა, რომლებიც მთავარი მოწმეები არიან საქმეში მათი მოსაზრებით. ეს არის დაზარალებული პირები, რომლებმაც დაზიანება მიიღეს მათი თქმით რუსთაველის გამზირზე, გამართულ საპროტესტო აქციაზე, თუმცა დღეს როგორც გამოჩნდა, იყო პიროვნება მოსული, რომელმაც მიიღო დაზიანება 28 ნოემბერს, თუმცა ვერ ასახელებდა კონკრეტულად რომელიმე ბრალდებულს, რომელმაც მან ზიანი მიაყენა. როდესაც მოიყვან მოწმეს, რომელიც აბსოლუტურად არანაირ სასარგებლო ვერაფერს ვერ ამბობს. ხელს ვერავის ვერ ადებს. ამბობს, რომ არაფერი არ დაუნახია ისეთი, რომელიც ხელმოსაკიდი იყოს. ყველა აბსოლუტურად მაგ აზრზე არის, რომ არ შეიძლება ესეთი მოწმეების უბრალოდ მოწმის სახით, კი ძალიან ცოდვა არის, რომ დაზიანებულია, მიღებული აქვს ესეთი ტრავმა, დაკარგული აქვს მხედველობა, მაგრამ ეს ხო წარმოუდგენელია.